მაშასე ლიმიტები სატელევიზიო რეკლამის ჭრებზე უნდა შემცირდეს თუ არა სარეკლამო რგოლების რაოდენობა. საკანონმდებლო ცვლილებების მიხედვით, რომლის ავტორიც საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიაა, მაუწყებლებს რეკლამის გაშუქება საათში მაქსიმუმ 12 წუთი შეეძლებათ. მაშასე, რა შედეგებს პროგნოზირებენ მედია ბიზნესის წარმომადგენლები და როგორ აფასებს მედია ბიზნესი მოსალოდნელ ცვლილებებს? დეტალები იხილეთ თიკა ანდღულაძის სიუჟეტში. სატელევიზიო რეკლამის ჭრების საათში მხოლოდ 12 წუთი. ეს მარეგულირებელი კომისიის ახალი ინიციატივაა, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ტელეკომპანიის წარმომადგენლებს ახლახანს გააცნო. ტელემენეჯერები უკვე საუბრობენ დამკვეთისთვის რეკლამის ფასის გაზრდაზე. თუმცა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება ისე როგორც სხვა სფეროებში, სატელეკომუნიკაციო სფეროს დახვეწასაც მოითხოვს. აქამდე არსებული პრაქტიკით სარეკლამო ჭრა დღე-ღამეში 20%-ს აღწევდა. ყველაზე მეტად კი პრაიმ ტაიმის ეთერია დატვირთული. სარეკლამო ბაზარზე ფასების საგრძნობლად გაზრდას ამ დისკუსიაში ჩართული არასამთავრობო ორგანიზაციები არ პროგნოზირებენ. მათი განმარტებით ტელეკომპანიებს პრაიმ ტაიმის განტვირთვა მოუწევთ. დამკვეთ კომპანიებს კი უფრო ლაკონური რეკლამის მომზადება. უჩასათურის განცხადებით ზარალის თავიდან აცილება და ბალანსი ამ გზით შეიძლება. ეს ქართული ბაზრის რამოდენად ჭირდება ეს ქართულ ბაზარს, ეს საკითხი ალბათ სხვა ჭრილში უნდა განვიხილოთ და რა იმ ჭრილში თუ რა ჭირდებათ მაუწყებლებს, ამ შემთხვევაში მთავარია თუ რა ჭირდება მომხმარებელს. რეკლამის ფასი გაიზრდება, თუმცა შემცირდება ქრონომეტრაჟი და ისინი მიიღებენ უფრო ნაკლები სარეკლამო ჭრების სანაცვლოდ დაახლოებით იგივე ფულს თუ არა მეც. შეიძლება არ აწყობდეს ერთადერთი ის, ვინც რეკლამის განთავსებას უკვეთავს. თუმცა დამერწმუნეთ, რომ უფრო ეფექტურია მოკლევადიანი რეკლამები, ვიდრე 15 წუთიანი. ნაწილი ტელეკომპანიის ხელმძღვანელები აცხადებენ, რომ ეს ინიციატივა მათთვის მოულოდნელი იყო და გათვალისწინებული უნდა იყოს, რომ ევროკავშირი მედიის სფეროს კანონმდებლობის ჰარმონიზაციას 2018 წლამდე არ მოითხოვს. რუსთავი-ორში აცხადებენ, რომ ტელეშოპინგის საკითხში ცვლილებები რამდენიმე პრობლემას წარმოქმნის. ფაქტიურად უკვე მოლაპარაკების რეჟიმშია შემთლიანი შემდეგი წლისთვის და ტელევიზიები ვერ მოახერხებენ იმას, რომ კომუნიკაცია დაამყარონ თავის კლიენტებთან, მათ შორის მოგეხსენებათ, რომ ჩვენს ტელევიზიებში თავსდება უამრავი უცხოელი დამკვეთის რეკლამა. ამ კანონში არის აბსოლუტურად გაუგებარი მუხლები, პირველ რიგში იგივე სასპონსორო შეთავაზებებთან დაკავშირებით, რომელიც ფაქტიურად უზღუდავს ტელევიზიებს სპონსორობით შემოსავლების მიღებას. და ეს ბუნებრივია, საკმაოდ ცუდად აისახება და ნეგატიურ გავლენას მოახდენს ტელევიზიების ფინანსურ დამოუკიდებლობაზე. ზურაბ გუმბარიძე ამბობს, რომ რეგულაციები კურენტული ბაზრის დაბალანსებას ნაკლებად შეძლებს. ის უფრო მეტად რეკლამის ფასის გაზრდით გამოწვეულ პრობლემებს ვარაუდობს. ნაციონალური არხებისგან განსხვავებით ტელეკომპანია მაესტრო სარეკლამო ქრონომეტრაჟი დიდი არ არის. ამიტომ ახალი მოთხოვნების დაკმაყოფილებას ილია კიკაბიძის განმარტებით ადვილად შეძლებენ. ჩვენ იმ მაღალყურებად ზონაშიც ვიცავთ იმ გრაფიკს, რაც დღესდღეობით არის დაწესებული ამ 15%-იანი ზღვარი. ამიტომ ეს რეგულაციები ჩვენზე ძალიან არ იმოქმედებს, იმიტომ რომ ისედაც ახლა ეგრე უშვებთ სარეკლამო რგოლებს. ფასების მომატება მოუწევს იმ სხვილ არხებს, რომლებიც მაღალყურებად ზონაში დაბალ ფასად აძლევდნენ სარეკლამო დროს. ეხლა აქედან გამომდინარე, ახლა სარეკლამო დრო შეუმცირდებათ, მოუწევთ ფასების გაზრდა, რაც გამოიწვევს იმას, რომ იმ ზონაში შესაძლებელია გადანაწილდეს რეკლამის შემკვეთებიდან სხვა პატარა არხებზე რეკლამა. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ ტელეკომპანია იმედსაც მივმართეთ, თუმცა ტელევიზიის მენეჯმენტი არ გამოხმაურებია. დღეს ტელევიზიებში რეკლამის განთავსების პირობები ასეთია. ტელეკომპანია მაესტრო პრაიმ ტაიმში წუთი $1500-დან $2500-მდე, სერიალი 10 წლის შემდეგ წუთი $2500, ყოველდღიური აბები წუთი $1500. ტელეკომპანია რუსთავი-2 წუთი $3500-დან $5000, ნიჭიერი წუთი $5200. ტელეკომპანია იმედი პრაიმ ტაიმში წუთი $3000-დან $4500-მდე. ცეკვავენ ვარსკვლავები $4500, გადაცემა რეაქცია წუთი $4500. სარეკლამო დროის ლიმიტირების შემდეგ ტელეკომპანიების ხელმძღვანელები ზარალის თავიდან აცილების მიზნით ამ ფასების გაზრდას ვარაუდობენ. ფარული სატელევიზიო რეკლამა. ეს კიდევ ერთი პრობლემაა, რომელზეც მედია მენეჯერებს მარეგულირებელ კომისიასთან განხილვა მოუწევთ. საუბარია გადაცემებსა თუ სერიალებში სპონსორების რეკლამირების სხვადასხვა ფორმის გამოყენებაზე. მაშასე, ახლა კი ჩვენს გამოშვებაში რეკლამის დროა. რეკლამა მალე გაივლას, ასე რომ დავრჩეთ ერთმანეთთან ბიზნეს კონტაქტში. დაგველოდეთ.